გამარჯობა, ანზორ მეხრიშვილი, IO კონსალტინგის თანადამფუძნებელი, დირექტორი, ხელმძღვანელი და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი არის ჩვენთან ერთად და დღევანდელ ეპიზოდში აუცილებლად უნდა ვისაუბროთ კიბერუსაფრთხოებაზე, კიბეროპერაციებზე, იმაზე თუ ვინ სად და როგორ აწარმოებს და რისთვის, რა მიზნებისთვის აწარმოებს აი ამ უხილავ სივრცეში ოპერაციებს. განსაკუთრებულად ცხელი ამბავი, რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინის ფრონტი და მოდი დავიწყოთ უკრაინით და მერე მივყვეთ. და მივყვეთ ამ ყველაფერს და დავიწყოთ უკრაინით, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ახლა ციფრული სამყარო და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ხდება ხელოვნური ინტელექტი პირდაპირ არის იქ ჩადებული და იმას, რასაც აკეთებენ, ანუ სისტემა დელტა, რაზეც დგას დღევანდელი, ასე ვთქვათ, უკრაინის წარმატება, არის მნიშვნელოვანი სამიზნე რუსეთისთვის, ხო? და რა თქმა უნდა, ცდილობს ის შეღწევას, რა ფაქტები არის ამისი, იქნება მაგითი დავიწყოთ და მერე უკვე შევხვდეთ საუბარს. გამარჯობა გიორგი, მადლობა მოწვევისთვის. ხო, დელტა და ის ინფრასტრუქტურა, ასე ვთქვათ, რაც დელტას ემსახურება, არის ფაქტობრივად წარმატების გარანტი, რაც ბოლო თვეების მანძილზე უკრაინას აქვს. ამაში თავის როლს ასე ვთქვათ, იღებს Starlink-იც, რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგის მხარეს, მთლიან, ასე ვთქვათ, რუსეთის, უკრაინის ოპერაციებს ემსახურება და მეტწილად განაპირობებს იმას, რომ ერთიანი შიდაქსელი კონდეს ამ დელტას აპლიკაციას და სისტემებს, მათ შორის ფრონტზე არსებულ მოწყობილობებს, ჯარისკაცებს და ასე ვთქვათ, კიევს შეუძლია მოშორებული ტერიტორიიდან აკონტროლოს და ცვალოს სცენარი, რაც რეალურად ხდება ფრონტზე. ანუ ის, რომ ვთქვათ, დრონები, როგორც ოპტიკურ-ბოჭკოვანი, ისე ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, DJI და FPV დრონები იმართება ამ ქსელის გამოყენებით, გარდა ამისა, ვთქვათ, იგივე ფეხოსანი ჯარისკაცი, ასე ვთქვათ, რომელიც ფრონტზე არის, რომელსაც კონკრეტული დავალება აქვს, მას ბრძანება მიეცემა ამ აპლიკაციით საშუალებით, ასევე ცენტრი პირდაპირ ხედავს თუ რა ლოკაციაზე იმყოფება და ვთქვათ, სხვა სხვადასხვა საქმიანო, ასე ვთქვათ, ინფორმაციის საფუძველზე შეუძლია დროულად გააფრთხილოს ის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ეს არის კრიტიკული დღესდღეობით უკრაინისთვის. თუ რუსეთი როგორღაც მოახერხებს და ამ სისტემაში შეღწევას შეძლებს, წარმოიდგინეთ, რომ მოწინააღმდეგეს ჰქონდეს ჩვენ ჯარისკაცებზე ონლაინში ხედვა, ვინსად იმყოფება და მას შეუძლია პირდაპირ გააკეთოს, ასე ვთქვათ, საარტილერიო ცეცხლის გათვლა სწორედ ამ ხალხს. მოდი უფრო თვალსაჩინოდ დავანახოთ, ასე ვთქვათ, ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რას წარმოადგენს თავის თავში ეს დელტა. რა არის, რითი განსხვავდება, იმიტომ რომ განსხვავებას ხედავთ, ეხლა ძალიან თვალსაჩინოა, თუნდაც მოწინააღმდეგის მსხვერპლის რაოდენობის ხარჯზე, ხო? რა არის ეს დელტა? იქ აი რამდენიმე სიტყვით რისი თქმა შეგვიძლია? ფაქტობრივად ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომის მართვის სისტემაა, ფრონტის მართვის სისტემაა, ცენტრი, რომელიც პირობითად ზის კიევში დიდ მონიტორებზე, ხედავს, რა ხდება კონკრეტულ ფრონტის ხაზზე. რა ხდება, რა იგულისხმება? მე და შენ თუ ვართ ჯარისკაცები, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოწყობილობა, რომელიც არის სათანადოდ დაშიფრული, დაცული, ასე ვთქვათ, არ არის შესაძლებელი მარტივად მისი გამბლოკვა და შიგნით არსებული ინფორმაციის ნახვა და პარალელურად მოწყობილობები, ეგრეთ წოდებული ჭკვიანი მოწყობილობები, უკვე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მოწყობილობები, ასევე არიან ჩართული ქსელში, სხვადასხვა სეგმენტები არსებობს ამ ქსელის და სამეთაურო პუნქტი მთლიანად მართავს, ანუ ერთი ბრძანებას გვაძლევს ამ აპლიკაციის გამოყენებით, მეორე ჩვენ სად ვიმყოფებით და რა გვიჭირს, ან რას ვხედავთ, იმას ხედავს, ასე ვთქვათ, კიევი პირდაპირ რეჟიმში, ლაივ რეჟიმში და ის დრონი იქნება თუ რობოტი მანქანა იქნება თუ ასე შემდეგ, ისიც რას ხედავს, რომელსაც ადამიანი არ ჭირდება, ანუ მრავალი კილომეტრის დაშორებიდან აუშვით და მართავთ, ისიც რას ხედავს, ასე ვთქვათ, ლაივ რეჟიმში გადმოეცემა ცენტრს. შესაბამისად, უკვე მარტივია გაიგო ამ გრძელი ფრონტის ხაზზე, რა მონაკვეთში, რა სიტუაციაა, ტრის განლაგება, შენი ჯარის გადაადგილების მარშრუტი, შესაძლო საფრთხის იდენტიფიცირება, სამაშველო ოპერაციების წარმოება და ასე შემდეგ. პრინციპში ჩვენ ვნახეთ კიდევაც, რომ მაგალითად თვეების განმავლობაში იყვნენ პოზიციებზე უკრაინელი მებრძოლები და საერთოდ დრონებით ამარაგებდნენ და ტყვია წამალსაც და საკვებსაც დრონებით აწვდიდნენ და მოწინააღმდეგის გადაადგილების შესახებ აძლევდნენ ინფორმაციას და ნუ არა თუ გადარჩნენ, არამედ ის პოზიციებით შეინარჩუნეს და რაღაც წინათ წავიდნენ, ხო? ანუ აბსოლუტურად დიდ სიახლესთან გვაქვს სინამდვილეში საქმე. ომის დოქტრინა პრაქტიკულად შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა. თუ ადრე თქვათ იყო ტანკები, საარტილერიო საშუალებები აქტუალური და იმის გარეშე ასე თქვათ შეუძლებელი იყო პრაქტიკულად ომის მოგება,
დღეს ისინი უფრო მოწყვლადები არიან, თქვა, დრონების მიმართ და დისტანციურად მართვადი მოწყობილობების მიმართ, ვიდრე, თქვა, საჰაერო ავიაციის და ასე შემდეგ ესე ტიპის მოწყობილობების მიმართ. ანუ გაცილებით იაფიჯდება, ადამიანური რესურსი არ გეხარჯება, ანუ ფრონტზე არ უშვებ ადამიანს მის სამართავად და პრაქტიკულად, ანუ დიდი რაოდენობით მოწყობილობების გაშვების შემთხვევაში პრაქტიკულად დაცულიც გაქვს ერთის მხრივ ტერიტორია და ათვისებულის უკვე, როდესაც მოწინააღმდეგეს მხარეს გადადიხარ. ჩვენ ვნახეთ 2 წლის წინ ავაქსის ტიპის თვითმფრინავების განადგურების ფაქტი რუსეთის ტერიტორიაზე, როდესაც კონტეინერებიდან ამოფრინდა, ხო, ტრაილერების კონტეინერებიდან ამოფრინდა. ეს წლისთავი არის მაგ ოპერაციის ზუსტად ახლა, ხო? ხო, და ისე რომ იქ არ დაჭირდა პრაქტიკულად ადამიანების ყოფნა, ხო? ანუ საერთოდ არის შეცვლილი, ასე ვთქვათ, ომის დოქტრინა, სამხედრო ოპერაციების წარმოების წესი და თანამედროვე ტექნოლოგიებს აქვს უდიდესი როლი და მნიშვნელობა დღეს საომარი მოქმედებების დროს. ანზორ და ახლა ეს დელტა არის რუსეთის, ასე ვთქვათ, ნომერ პირველი სამიზნე, შეგვიძლია ესე ვთქვათ? ანუ სისტემაში შეღწევა არის მოწინააღმდეგის მთავარი ამოცანა. თუ ასე ვთქვათ, დელტა დაეცემა, შეიძლება ვთქვათ, რომ კიევი დაეცემა, იმიტომ რომ პრაქტიკულად კიევს აღარ ექნება ხედვა ფრონტის ხაზზე და რუსეთი თუ შეაღწევს ამ სისტემაში, მას ლაივ რეჟიმში ეწოდება სად რა მოწყობილობა და სად რა საჯარისო დანაყოფები დგანან. შესაბამისად მას აი როგორ თქვა, როდესაც რაღაცა სახელმწიფო საიდუმლოება გაქვს და მოწინააღმდეგე ქვეყანა ამის შესახებ გაიგებს და შენ წინააღმდეგეს იყენებს, ხო? დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე ანუ იგივე და უფრო ძლიერი ეფექტი ექნება ამას უკრაინის საწინააღმდეგო. შესაბამისად დელტა არის გარემო, რომელსაც თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეს უკრაინა და არ დაუშვას, რომ რუსეთმა როგორღაც მოაღწიოს ამ სისტემაში შეღწევა. ეს მცდელობები არის შეღწევის? რა თქმა უნდა, ჩვენც რო ვიყოთ პირობითად ესეთი ვთქვათ, მოწინააღმდეგე ყავდეს, რომელსაც გავსი სისტემა აქვს, ჩვენ ძირითადი ამოცანა იქნება ამ სისტემაში შეღწევა. დარწმუნებული ვარ, ყოველ საათობრივად, ყოველდღიურად რუსეთი ეძებს გზებს, როგორ შეაღწიოს ამ სისტემაში. ჯერჯერობით რუსეთს მსგავსი სისტემა არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მსგავსი მართვის სისტემა იქნება, თუმცა ასე ვთქვათ, არ არის საჯაროდ ცნობილი. ყოველ შემთხვევაში მიახლოებული მაინც რო იყოს გვეცოდინებოდა ალბათ. ანუ უკვე გამოჩნდებოდა ეს ყველაფერი ფრონტის ხაზზე. თუმცა არც მას გამორიცხა, რომ ძველებურად რუკები ქონდათ გაშლილი სადღაც და რაც იქ გადაცემდნენ და ისე იცოდნენ, თქვათ, ვინსად იმყოფება და რა სჭირდება. ანზორ, ეს ხო არ იყო რუსეთის მხრიდან მაგალითად პირველი მცდელობები, ხო? ანუ ეს არ არის პირველი მცდელობები, რომ სადღაც შეაღწიოს. 2014-დან რაღაცა კონკრეტული ჯგუფები მოქმედებენ იგივე უკრაინის წინააღმდეგ და მათ შორის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაში შეღწევას ცდილობენ, ხო? 2014-დან უკრაინის წინააღმდეგ რაც საომარი მოქმედებები დაიწყო, თორე რეალურად მსგავსი ტიპის ოპერაციები რუსეთმა ჯერ კიდევ 2007-ში დაიწყო ესტონეთის წინააღმდეგ და ესტონეთმა ამისგან ძალიან კარგი გაკვეთილი ისწავლა, რის შემდეგაც ერთ-ერთი განვითარებული და ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა გახდა ზოგადად ევროპაში და მსოფლიოში და უკვე 2008-ში ჰიბრიდული ომის პირველი ნიშნები იყო სწორედ საქართველოში, როდესაც სამხედრო ინტერვენციამდე 2-3 კვირით ადრე დაიწყო კიბერშეტევები ჩვენს წინააღმდეგ, გამოვიდა მრავალი სახელმწიფო სტრუქტურის ვებგვერდი და სისტემა მწყობრიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემები და უკვე ამას მოყვა მერე სამხედრო ინტერვენცია, რომელიც პარალელურად კიბერშეტევა გრძელდებოდა. ნუ ამის შემდეგ უკვე შემდეგი ეტაპი იყო, ასე ვთქვათ, რუსეთის 2014 წელი ყირიმის ანექსია, დეზინფორმაციის უზარმაზარი, ასე ვთქვათ, ტალღები, დონბასის და ლუგანსკის თემები და ასე ვთქვათ, შემდეგ უკვე იყო ეს 8 წლიანი სამზადისი 2022 წლისთვის. ამ 8 წლის განმავლობაში არაერთი მსხვილი და საკმაოდ მტკივნეული კიბერშეტევა განახორციელა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ძირითადად მიმართული იყო უკრაინის ენერგო სექტორის მიმართ, განსაკუთრებით ცივ სეზონზე, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის სითბო, ასე ვთქვათ, მოსახლეობისთვის და ამის ძირითადი მიზანი რა არის? ხო, ანუ კრიტიკული ინფრასტრუქტურა გამოყავს წყობრიდან მოწინააღმდეგე მხარეს, იმიტომ რომ მის საზოგადოებაში დათესო პანიკა და უნდობლობა იმ ხელისუფლების მიმართ. წინააღმდეგობის ნება გატეხო. ხო, როდესაც ვთქვათ, რა ვიცი, მრავალმილიონიან კიევს მაგალითად სცივა, მას აღარ შეერა უკვე იმ თავრობის, რომელიც პირდება, ვთქვათ, სამხედრო ინტერვენციის დროს მას დაიცავს, ხო? ანუ სხვა საზრუნავი აქვს, უნდა გათბეს და არა სხვა. საქართველო ახსენე და მაინტერესებს აი ეგეთი კიბერ შეტევებისთვის რამდენად არის საერთოდ მზად ან რამეს ატყობ თუ არა. ძნელი ესე თქვა მზად ხარ თუ არა, შეიძლება გეგონოს თავი ძალიან დაცული და ერთი პატარა შეცდომის გამო
გაგეთიშოს სისტემები, მსხვერპლი გახდე და ასე შემდეგ, ხო? ანუ მოდი ასე ვთქვათ, შევადაროთ 2008 წელი, ვთქვათ 2026 წელს, კი დიდი შუალედია გასული და მნიშვნელოვნად არის განვითარებული ტექნოლოგიებიც. 2008 წელს არ იყო მზად საერთოდ საქართველოს კიბერსივრცე მსგავსი ტიპის ოპერაციების წინააღმდეგ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმარისი ზიანიც მიიღო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არც მოსახლეობა იყო მაინც გაციფრულებული, ნაკლებად იგრძნო, ასე ვთქვათ, საზოგადოება. ხა იგივე რომ დღეს მოხდეს, რაც 2008-ში მოხდა, გაცილებით დიდი პანიკა იქნება ჩემი აზრით საზოგადოებაში, თუ გაითიშება, ვთქვათ, სახელმწიფო, ასე ვთქვათ, სექტორის სერვისები, გაითიშება მათი ვებგვერდები, ელექტრონული სისტემები, რომელსაც დღეს ვიყენებთ აქტიურად, მათ შორის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სერვისების მისაღებად, ხო? ანუ თუ ეს სისტემები გაითიშება და ეს სერვისები გამოამწყობრიდან, გაცილებით დიდი პანიკა იქნება საქართველოში. თუმცა მიმაჩნია, რომ დღეს, ასე ვთქვათ, ქართული კიბერსივრცე უფრო განვითარებულია ვიდრე მაშინ იყო, თუმცა მიმაჩნია, რომ მაინც არასაკმარისია ეს ყველაფერი. ანუ მუდმივად უნდა იყოს მზარდი ნება და ამ ნების აღსრულება შემდეგ უკვე კიბერ თავდაცვისთვის. ანზო, რა ჯგუფებს იყენებს რუსეთი თავისი მიზნების მისაღწევად? შენ უკრაინას თქვი, საქართველოს თქვი, მაგრამ სხვა ქვეყნებიც არიან, სადაც საცეცები აქვს ჩაშვებული და რაღაც კონკრეტულ ამოცანებს აკეთებინებენ, ხო? აი, იქნება გითხრა ვინ მუშაობს ამაზე კონკრეტულად? ხო, თუ მაგალითად წლების წინ იყო სადაზვერო საქმიანობა ფიზიკურად უნდა განხორციელო, მე რაღაცა სკოლას აარსებდი, სადღაც იწყებდი მუშაობას და იქიდან ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდი, ეს მიდგომაც შეცვლილია უკვე. დღეს პრაქტიკულად შესაძლებელია, რომ ქვეყანა დაიპყრო, ისე რომ არ გაისროლო, ხო? შენ თუ შეიძლება და მოწინააღმდეგე ქვეყნის ან შენთვის სასურველი ქვეყნის მოსახლეობას დააჯერებ განსხვავებულ რეალობას, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყოს რეალობა, მაგრამ შენ შექმენი ეს ნარატივი, შენ შეგიძლია ამით გავლენა მოახდინო პოლიტიკურ სიტუაციაზე, არჩევნებზე, შეცვალო საზოგადოებრივი აზრი და შეცვალო თავრობა ისე, რომ არ მოგიწიოს არანაირი, ასე ვთქვათ, ფიზიკური ჩარევა. ანუ თუ სხვა ქვეყნის თავრობა შენზე მუშაობს, აღარ გჭირდება, ასე ვთქვათ, მისი სამხედრო გზით ოკუპაცია, ხო ეგრეა. თითქმის ყველა ქვეყანას ყავს არაოფიციალურად დაფინანსებული ასე ვთქვათ, კიბერჯგუფები, რომელთა მიზანი არის ძირითადად სხვა სახელმწიფოებზე კიბერშეტევის მიტანა. ან იმ სახელმწიფოსთვის კრიტიკულ კერძო სექტორზე, ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბეროპერაციების წარმოება. ხო, იგივე რაც ვახსენეთ ჩვენ 2014-დან 22-მდე განხორციელებული სხვადასხვა ტიპის კიბერშეტევები უკრაინის წინააღმდეგ, სწორედ ასეთი ჯგუფების მიერ ხდებოდა მათი წარმოება, თუმცა ვერავინ ასე ვთქვათ, დაასაბუთებს იმას, რომ ეს კიბერჯგუფები ფინანსდებიან ან მხარდაჭერილი არიან თავრობის მიერ, ასე ვთქვათ, დუმის თუ კგბ-ს მიერ. ხო, ანუ ოფიციალურად არ არის ამის საბუთი, თუმცა ყველამ ვიცით, რომ გრუზე მუშაობენ ეს თუ ჯგუფები. ანალოგიურად იქნება, ასე ვთქვათ, დიდ ბრიტანეთში, ანალოგიურად არის თქო, ჩრდილო კორეაში, ირანში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ. ხო, ანუ არიან კიბერდაჯგუფებები, რომლებიც პირდაპირ, ასე ვთქვათ, შეიძლება ასე ვთქვათ, ქაღალდზე არ ჩანს, მაგრამ ექვემდებარებიან თქვათ სადაზვერვო სამსახურებს და ემსახურებიან იმას, რომ თავისი ქვეყნის ინტერესი გაატარონ. ჩვენთვის რუსეთი ცალსახნო მტერია და ჩვენ არ გვსიამოვნებს ის, რომ იქ არის თქვათ შესაბამისი კიბერჯგუფები, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან. თუმცა თუ ამ სიტუაციას ნეიტრალურად შევხედოთ, აბსოლუტურად ლოგიკურია, ხო? როგორც თქვათ, დაზვერვის სამსახურს შეუძლია, რომ ერთის მხრივ უზრუნველყოს ის, რომ საზოგადოება იყოს დაცული დეзинფორმაციის გავრცელებისგან და გარე ინტერვენციისგან, ასე ვთქვათ, კიბერსივრცეში, ასევე არსებობს კონტრდაზვერვის სამსახურები, რომელიც პირიქით მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მუშაობენ, ხო? ანუ კონტრი პირიქით საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე და დაზვერვა იქ. კი ბატონო. თუ ამას, ასე ვთქვათ, კიბერსივრცეში გადავიტანთ, ნახავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია როგორც კიბერსივრცეში დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ისე სამხედრო ოპერაცია კიბერსივრცეში ვაწარმოოთ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. ხო, ანუ ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. რუსეთს ყავს არაერთი, ასე ვთქვათ, დაჯგუფება, რომელსაც სხვადასხვა სახელი ქვია, თქვათ, Fancy Bear-ის, Termworm-ი და ასე შემდეგ, რომლებიც სხვადასხვა კიბერ დანაშაულებში და კიბეროპერაციებში არიან ეჭვმიტანილი, ასე ვთქვათ. და ნუ ყველა ვიცით, რომ ესეთი დაჯგუფებები მხარდაჭერილი არიან სახელმწიფოს მხრიდან. მათ შორის არის თქვათ არჩევნებში ჩარევა, პირველი ესეთი შემთხვევა იყო ალბათ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, როცა ტრამპმა ასე ვთქვათ არჩევნებში ჰილარი კლინტონს მოუგო და პირველად მაშინ ასე ვთქვათ გაჩნდა ეჭვი, რომ ამ
გადაწყვეტილებაში, რაც ამერიკულმა საზოგადოებამ მიიღო დიდი როლი ითამაშა კიბეროპერაციებმა რუსეთიდან და მაგაში გამოიხატება ის, რომ შენ ეგრეთ წოდებული ამ ტროლბოტებით, სხვადასხვა ფეიქ საინფორმაციო საშუალებებით, მასობრივად სხვადასხვა დეзинფორმაციის გავრცელებით, შენ შეგიძლია ნეიტრალურ ან მოწინააღმდეგის ბანაკში არსებულ ადამიანს დააჯერო ზეგავლენა გქონდეს და მანიპულაცია და რეალურად შეაცვლებინო მას გადაწყვეტილება, როდესაც ის საარჩევნო უბანში მიდის. ეს ძალიან ესეთი თემა, აქტუალური თემაა, რადგან 7-ში აგერ არჩევნები არის სომხეთში და ვიცით, რომ ყველანაირი მცდელობა არის ღია თუ დაფარული, რაღაცნაირად ზეგავლენა მოხდეს ამ არჩევნებზე, ხო? ნუ ტრული სახელმწიფოს მხრიდან თავის სასარგებლო ცხადია და ეხლა შეგნით როგორ ვინ და როგორ მოქმედებს ეს კიდე სხვა საკითხი. რა ვიცით, რა შესაძლებლობებზე შეგვიძლია რომ ვისაუბროთ მაგ თემაზე? არჩევნებთან დაკავშირებით სომხეთში და შეგვიძლია თუ არა მაგალითად ნახოთ ძალიან კარგი მაგალითი იყო მოლდოვა. რომ მაგალითად მოლდოვის არჩევნებზე ევროკავშირი დაეხმარა, რომ ეს კიბერ შეტევები რაღაცნაირად შემცირებული იყო, თუ სრულად აღკვეთა ვერ მოხერხდა როგორც მინიმუმ, ხო? რაღაც თავისი გავლენა ქონოდა. ნუ მან თუ სურათ შევხედავთ ერთიანობაში, ჩვენ გვექნება როგორც თქვათ დეзинფორმაციის კამპანია და მეორეს მხრივ ასე პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც პრინციპში მოლდოვას ჰქონდა და ჩვენ ხედავთ რომ სომხეთსაც აქვს, მათ შორის თქვათ რუბიოს ვიზიტი, ვენსის ვიზიტი რამდენიმე კვირის წინ, ხო, ანუ ერთია რომ შეიძლება ვრცელდება დეзинფორმაცია, რაღაცა ინფორმაციო წყაროებიდან, რომელიც თქვათ დისკრედიტაციას ისახავს თქვათ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ან პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის და მეორეს მხრივ არის უკვე კონტრპროპაგანდა უკვე ამ პოლიტიკური ჯგუფის მიერ, როდესაც ის აშუქებს იმას, რომ თქვათ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს გიჭერს, როდესაც შენთან იმართება რაღაცა ევროპის ლიდერების შეკრება, როდესაც თქვათ მაკრონთან ერთად უკრავდა მღერი, ასე თქვათ და ეს მე უკვე ძნელია რომ დაუპირისპირო რაღაცა სხვანაირი ნარატივი, ასეთი ტიპის კონტრპროპაგანდა. რას იყენებენ? ხო არ შეგიძლია რაღაც მაგალითი? ჩემი დამკვირვებით ბოლო დროს რაც ფაშინიანის წინააღმდეგ აგორებული ეს მასიური და მიზანმიმართული პროპაგანდა იყო, ეს იყო თქვათ ის რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც ფაშინიანი დაუპირისპირდა გარეგინს და პრინციპი საქართველოში ხდება მსგავსი, როდესაც თქვათ საზოგადოების ყურადღების გადატანა ხდება თქვათ ეკლესიის საკითხებზე, ანუ მსგავსი მცდელობები იყო ანალოგიურად სომხეთში, არის საუბარი და როგორ თქვა მაზოლზე წიხლის დაჭერა ყარაბაღის ომის მარცხთან დაკავშირებით და მეეჭვება რომ მარტივად გადახარშოს ეს ხლა ეს მარცხი სომხურმა საზოგადოებამ, თუმცა ალბათ რაღაც დონეზე მოცემულობად იღებენ ამას და ღია ჭრილობაა, რეაგირებენ, თუმცა ღია ჭრილობაა და მეეჭვება რომ ამას ეს ჭრილობა მალე შეხორცდეს, ალბათ ერთი ორი თაობა უნდა გავიდეს რომ ეს ჭრილობა შეხორცდეს და ხო, ნუ პროპაგანდისტებში ასე თქვათ რუსულ საინფორმაციო საშუალებებზე თქვათ ფაშინიანს მოიხსენებენ როგორც თურქს, რომელიც ასე თქვათ ურიგდება მოსისხლე მტრებს, როგორც არის აზერბაიჯანი და თურქეთი და ასე შემდეგ და ხო, ძირითადად მე ესეთი ტროლები მანდაც მუშაობენ? რა თქმა უნდა მუშაობენ, იმიტომ რომ თქვათ იმ ერთი თქვათ სიმონიანის განცხადებას, თქვათ ასე თქვათ დაბუსტვა ხდება შემდეგ თქვათ სოციალურ ქსელებში, სხვა ფორუმებზე, სხვა საინფორმაციო ფეიქ საინფორმაციო საშუალებების ასე თქვათ გამოყენებით, რაც მოსახლეობის რაღაც ნაწილზე მაინც გავლენას ახდენს, მით უმეტეს ისეთზე, რომელსაც თქვათ იგივე ყარაბაღის ომის დროს უშუალოდ შეეხო ის ომი, რომელიც თქვათ ეკონომიკურად გაჭირვებულია და დაბალ ასე თქვათ ფენას წარმოადგენს. ხო, ძირითადად ასეთ საზოგადოებაზე ასეთ ტიპის პროპაგანდა მუშაობს და თუ შევხედავთ იმას, რომ ასეთ ადამიანსაც და თქვათ მეორე მხარეს არ მინდა სულად გამომივიდეს, მაგრამ თქვათ შედარებით განვითარებულ თქვათ ინტელექტუალურ ადამიანს ერთნაირი ხმის საარჩევნო უფლება აქვს საარჩევნო უბანზე როდესაც მიდიან, ხო, რაც უფრო დიდი ყავს გაჭირებული მასა, ასე თქვათ და მათი მართვა პროპაგანდით შეიძლება, ასე თქვათ, შეგიძლია რომ ასე თქვათ უმრავლესობა მიიღო კიდეც, ხო? აქ რეალურად არის გამოსავალი ის, რომ კონტრპროპაგანდა ხდებოდეს სწორი და იმ არასწორი ნარატივების ასე თქვათ გაბათილება უკვე შენს მიერ. ძალიან რთული თემაა, იმიტომ რომ მაგას ხო განათლების სერიოზული დონე ჭირდება.
არ მინდოდა ამ თემის შემოტანა, მაგრამ ჩვენმა საუბარმა მოიტანა, სად გადის ეს ზღვარი მაგალითად სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასა და კიბერ ოპერაციებს შორის, რომელთაც გავლენა აქვთ, რომელთაც მიზანი აქვს, რომ გავლენა მოახდინონ და შედეგი მათთვის სასურველი დაჭდეს. ძალიან ისეთი თემა, მაგრამ ეს ხო რატო ვამბობ ამ ყველაფერს, რომ ჩვენთანაც ხო გაჩნდა რაღაცა მარეგულირებელი კანტორა, რომელიც ცდილობს ვითომ და სიძულვილის ენის დაჭერას და სინამდვილეში რა იქნება? ახლა დღევანდელი ჩვენი ფაქტი მახსენებს ერთ-ერთი სერიალის ეპიზოდს, როცა გინება აკრძალა პრეზიდენტმა ხოლმე. ზღვარი ძალიან ძნელია რომ ვიპოვოთ. თუმცა ალბათ ნებისმიერი ცენზურა საბოლოო ჯამში გადავა იმაში, რომ ალტერნატიული აზრი მოკვდება. უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება, რაც შეიძლება თავისუფალი და უნდა მუშაობდეს ნებისმიერი სახელმწიფო, მათ შორის ჩვენი, სომხეთის და ნებისმიერი ქვეყნის, ვისაც მიაჩნია, რომ მისი აზრი, ასე ვთქვათ, უპირატესია და მართლები არიან, უბრალოდ კონტრპროპაგანდა უნდა ხდებოდეს, სათანადო არგუმენტებით საზოგადოებაზე მუშაობა, რომ აი ეს ინფორმაცია, რომელიც აქ გავრცელდა, არის ფეიქი, არის ტყუილი და სიმართლე არის ეს და აი ამ არგუმენტებით. ანალოგიურად თუ პირობითად ოპოზიციურ მხარეს უნდა არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ასე ვთქვათ იმ აზრის განვითარება, რომ ვთქვათ თავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფეიქი და არასწორი, მათ არგუმენტირებულად უნდა შეძლონ, რომ ასე ვთქვათ პროპაგანდა დაუპირისპირონ ამას. თუ არ მოხდება ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, აზრთა ჯახილი და მოსახლეობის მასაზე მუშაობა იმის, რომ დაარწმუნო, რომ შენი აზრი არის უპირატესი და სწორი და არგუმენტირებული, ნებისმიერ ვარიანტში დამარცხდები. მაგას ჭირდება თავისუფალი გარემო, ჯანსაღი დებატები და ასე შემდეგ უამრავი რამ. არა მხოლოდ სატელევიზიო და ციფრულ სივრცეში, არამედ ასე ვთქვათ, საარჩევნო პერიოდში იყენებდნენ თულ კარდაკარ სიარულს, ხო? ანუ არა ბიულეტენების დარიგებით, არამედ მისულით იმ ხალხის რეალურად საჭიროებების გაგებით და შენი ინფორმაციის შენგან როცა მოისმენენ და არა ასე ვთქვათ Facebook Reels-იდან, ხო? ანუ ეს ასე ვთქვათ ჩემი შეხედულება და არ ვთვლი, რომ აუცილებლად სწორი უნდა იყოს. და განსაკუთრებით ეს მსგავს ტიპის პრობლემები აქტუალური ხდება ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, იგივე deepfake-ის განვითარებასთან ერთად, თუმცა ეს ვთქვათ ხელოვნური ინტელექტი ცოტა უფრო წინა პერიოდში იყო და დღეს გაცილებით ასე ვთქვათ განვითარებულია. რამდენ ადამიანთან ქონია ურთიერთობა, რომელიც გეუბნება, რომ მართალია, იმიტომ რომ Facebook-ზე ვნახე. Facebook-ზე შეიძლება მან ნახა ვიდეო, რომელიც იყო აბსოლუტურად AI-ისგან გაკეთებული, 70%-იანი მსგავსებით კონკრეტული ადამიანის მსგავსებით ხდებოდა კონკრეტული აზრის ტირაჟირება და აბსოლუტურად კონკრეტული 2-3 კაცის მიერ შეიძლება ხდებოდეს ამ ასე ვთქვათ აზრის გავრცობა. ხო, ანუ ნახავს საზოგადოების რაღაც ნაწილი და იმათ რაღაც ნაწილს ასევე სჯერა შემდეგ ამ ყველა. ძალიან მარტივია გაზეთზე, რომ აი გაზეთში ეწერა, ახან გაზეთში ეწერა, ესე იგი, ესე იყო და ნახა Facebook-ზე. პრობლემა ის არის, რომ საზოგადოების ნაწილს არ შეუძლია გაარჩიოს მათ შორის არა თუ დეзинფორმაცია, თუ ინფორმაცია და არ არის ის კულტურა ჩვენ საზოგადოებაში მასიურად, რომ გადავამოწმოთ ინფორმაცია, როდესაც რაღაცას ვკითხულობ, ავტომატურად დავიჯერო თუ არ დავიჯერო. ანუ yes და no არ არსებობს მათ. ანუ უნდა გქონდეს კულტურა, რომ თუ რაღაცა მნიშვნელოვანია ჩემთვის, ავდგე და სხვა ალტერნატიულ საინფორმაციო წყაროებში, ან როგორც ლიტერატურაში თუნდაც გადავამოწმო კონკრეტული მედია წიგნიერება უნდა არსებობს, ხო, და კრიტიკული აზროვნება უნდა არსებობს სამწუხაროდ. აზრ მინდა კითხო, რახან ესე ვითარდება ეს ყველაფერი? რამდენად იზრდება იმისი საფრთხე, რომ აი მართლა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე იყოს იერიშები და რისთვის უნდა მოემზადონ ქვეყნები, ესეთი პატარა ქვეყნები, როგორც სომხეთია, საქართველოა, მოლდოვა, რა ვიცი, ეს პატარა ქვეყნები აი ამ დიდი გამოწვევებისთვის. რა კონცეფცია უნდა შეემუშავონ მათ? საქართველოში გვაქვს ჩვენ კიბერუსაფრთხოების სტრატეგია. ეხლა თან ბოდიში გაწყვეტინებ ეს იმის გათვალისწინებით, რომ აი თუნდაც მაგალითად აი ბოლო ომის დროს ირანმა მიიტანა იერიში ისრაელის წყალმომარაგების სისტემაზე, ხო? ანუ ჩვენი წყალმომარაგება რო საუკეთესო წყალი ვართ დაცულები? მე გამიჭირდება შევაფასო კონკრეტული ინფრასტრუქტურის დაცულობა, ანუ ეთიკური არ იქნება ჩემი მხრიდან შევაფასო.
ჩვენ გვაქვს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ენერგომომარაგების კუთხით, გაზმომარაგების და წყალმომარაგების კუთხით, ანუ ის რაც პირველადი საჭიროება საზოგადოების და მათ კონკრეტული ვალდებულება აქვთ, რომ ამ კანონთან მიმართებაში დაცული იყოს შესაბამისი IT და კიბერგარემო, რომელიც დიდწილად უზრუნველყოფს კიდეც იმ მომარაგების პროცესს. ეს არ არის მათქო მილი, ან ჰესი, ან კაბელი, რომელშიც კონკრეტული გაზი ან ელექტროენერგია გადაიცემა, ხო, ანუ ის რაც ამას მართავს შემდეგ ის უკვე არის IT ტექნოლოგია. შესაბამისად იქ თუ მოხდება სერვისის წყვეტა, ასე ვთქვათ, დაინფიცირება მავნე კოდით, ხო, ვთქვათ, ransomware-ით, რომელსაც შეუძლია მრავალი დღით და შეიძლება კვირითაც წყობრიდან გამოიყვანოს სისტემები, რომელიც იმ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მართავს. ხო, შეიძლება დავრჩეთ წყლის, გაზის, დენის გარეშე, ელექტროენერგიის გარეშე, ამიტომ კრიტიკულია, რომ თვითონ სახელმწიფო ზრუნავდეს, თუმცა ეს სახელმწიფოს საკუთრებაში არ არის ეს საწარმოები, ხო? ამიტომ გვაქვს კანონი, რომელთაც სახელმწიფოს თხოვს უკვე ამ კერძო სტრუქტურის მენეჯმენტს, რომ დაცული იყოს შესაბამისი გარემო. უკვე ამ კერძო სტრუქტურის მენეჯმენტს უნდა ესმოდეს, რომ თქვათ ინვესტიციებია განსახორციელებელი კიბერუსაფრთხოების დაცვის მიზნით. და ზოგადად ჩვენი სფერო არ არის იაფი. ჩვენ გვჭირდება ადამიანური რესურსი, კვალიფიციური ადამიანური რესურსი, რაოდენობრივად საკმარისი ადამიანური რესურსი, გჭირდება ტექნოლოგია და გჭირდება, ასე ვთქვათ, დაცვის საშუალებები. მრავალ ასეულ $1000-იან და შეიძლება მილიონზე მეტი მილიონობით ხარჯზე ვსაუბრობდეთ ყოველწლიურად, რომელსაც რაც უფრო დიდია კორპორაცია და კრიტიკულია ქვეყნისთვის, უფრო მეტი ხარჯი ჭირდება. ხო, ცოტა ძნელია ხოლმე მენეჯმენტმა დაიჯეროს ამ ხარჯის აუცილებლობა, როდესაც თქვა წინა წლებში მის კომპანიას არ შეეხო კონკრეტული კიბერშეტევა, თუმცა მე მახსენდება ერთი კომპანია, რომელსაც კიბერშეტევის შემდეგ საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი იქონია, გავლენა ჰქონდა ამ კომპანიაზე და მან უბრალოდ ამ დანაკარგის ამოღება იმ პროდუქციის გაძვირებით გააკეთა, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარდა. ანუ ერთმა, ასე ვთქვათ, სოციალური ინჟინერიის შეტევამ, რომელიც არ იყო მიზანმიმართული ქვეყნისთან საზოგადოების დასაზიანებლად, ანუ ვიღაცას უნდა ფულის გამოძალვა, მსხვერპლი გახდა ქართული კომპანია და აი ამ ერთმა პატარა შეცდომამ იქონია ის, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილს, რომელიც მის პროდუქციას მოიხმარს, გაუძვირდა ღირებულება, იმიტომ რომ მან ის დაკარგული თანხა უნდა ამოიღოს. ანუ კიბერშეტევის შედეგად, რომელიც შეიძლება არ მიმდინარეობდეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თითოეულ ჩვენგანზე და ჩვენ ჯიბეზე და ჩვენ კეთილდღეობაზე შეიძლება იქონიოს გავლენა. ამიტომ სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ მართოს ის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, შესაბამისი სექტორული რეგულაციების შექმნას და მოსთხოვოს მათ თავის აღსრულება, ანუ ყოველდღიურად იყოს ჩართული კერძო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან ურთიერთობაში, სახელმწიფო სტრუქტურებზე არ ვსაუბრობ და მეორეს მხრივ ამ კერძო სტრუქტურებს ესმოდეთ და მათ მენეჯმენტს ესმოდეთ კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა ქვეყნისთვის და თუნდაც მათი რეპუტაციის. ნუ ამისი შეგნება ძალიან სწორია და კარგია თუ ექნებათ, იმიტომ რომ თავდაცვაზე თანხის დაზოგვა იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს და მით უმეტეს 21 საუკუნეში. და მე მინდა დაუბრუნდე ჩვენი საუბრის ბოლოს დასაწყის დელტა თანამედროვე 21 საუკუნის ომი, კიბერსივრცე, კიბერინსტრუმენტების გამოყენება და ხედვა და მინდა გთხოვო, რომ რამდენიმე სიტყვით იქნება აგვიხსნა მაგალითად საქართველოს შემთხვევაში როგორ შეიძლება რომ ეს იყოს. ანუ რამდენად უბრალოდ საქართველოს რამდენად ხედავ მომავლის ომებს ზუსტად აი ამ დელტას მსგავსი სისტემების გამოყენებით. ჩვენ და რა უნდა გაითვალისწინონ ქვეყნები. ჩვენ არაერთი ფანტასტიკის ჟანრის ფილმი გვინახავს, სადაც რობოტები ებრძვიან ერთმანეთს, ხო? შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ამის საწყისებს ვხედავთ, როდესაც ადამიანის ფიზიკური ჩარევის გარეშე ფრონტზე სიტუაცია იცვლება. როდესაც დისტანციურად მართვადი მოწყობილობების იქნება, ვთქვათ, რობოტი ძაღლები, რაღაც მანქანები და დრონები ახორციელებენ, ხო, მაგალითად რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ჩვენ ვნახეთ, რომ დრონების გამოყენებით დაატყვევეს რა მრავალი ათეული ადამიანი. ტყვის გაუსრულად ფიზიკურად ადამიანის მისვლის გარეშე მთელი ათეული და ასეულის ტყვედ ჩაბარება მოხდა, ხო? ანუ შემდეგი ეტაპი იქნება უკვე რომ ეს დრონები და ეს რობოტები უკვე ერთმანეთს ებრძვიან. ანუ ვისი ტექნოლოგიაც იქნება უფრო განვითარებული, სადაც კომუნიკაციის საშუალებები უფრო სწრაფი, დაცული, დაშიფრული და ასე შემდეგ იქნება და რომელიც გაასწრებს ტექნოლოგიურად მოწინააღმდეგეს, ის მოიპოვებს უპირატესობას ფრონტის ხაზზეც.
შესაბამისად, საქართველოშიც უნდა ფიქრობდეთ იმაზე, რომ ერთი ყავდეს სათანადო რაოდენობის და კვალიფიკაციის კიბერსპეციალისტები, ყავდეს ასე ვთქვათ, კვლევითი ლაბორატორიები, ყავდეს საინჟინრო ცენტრები, სადაც მოხდება თუნდაც საუკეთესო პრაქტიკების გადმოღება, ჩვენი ნოუ-ჰაუს შექმნა, სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დატესტვა და ახლა მაგალითად რუსეთ-უკრაინის დროს დასავლეთმა გამოცადა არაერთი ახალი ტექნოლოგია ამ შემთხვევაში რუსეთის საწინააღმდეგოდ, ხო? ანუ ეს ომი გამოიყენა, იმიტომ რომ თავისი ინოვაციები და განვითარების შემდეგი ნაბიჯები გამოეცადა მე პრაქტიკაში. ანუ ჩვენც რაღაცნაირად უნდა ავუწყოთ ფეხი ამ ტენდენციას და ან საუკეთესო პრაქტიკები გადმოვიღოთ, ან ადამიანები გავზარდოთ, ვინც ამას ჩვენთვის და ჩვენ რეალობისთვის შექმნის. ჩვენი ტექნოლოგიები გვჭირდება. ანზორ მეხრიშვილი გახდათ ჩვენთან ერთად. ანზორ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.